ერთიანი ეროვნული გამოცდა ფიზიკაში 2018 წელი ამოცანა ნომერი 26. ამ წე 5 კილოვატი სიმძლავრეს ავითარებსო, ჩავწეროთ ესე იგი მოცემული რა გვაქვს. მოცემული გვაქვს. P უდრის ამ წეს სიმძლავრე 50 კილოვატი. ეს კი ტოლი არის კილო არის 1000, ანუ 50000. 30000 ვატის. რა დროში აწევს იგი 15 ტონა ტვირთსო. ესე იგი მასა ტვირთის არის 15 ტონა. 15 ტონა არის 15000 კილოგრამი. ტვირთს 30 მეტრს სიმაღლეზეო, ჰ-ში უდრის 30 მეტრს და რა დროში მოახერხებს ამ სიმძლავრის მქონე ამ წე ამასის სხეულის 30 მეტრზე ატანას, აქ დროს გვეკითხებია. ხო, მოდით ახლა წარმოვიდგინოთ რა სიტუაცია გვაქვს. ესე იგი მოვათავსოთ ეს ტვირთი ზედაპირზე და ნუ ზედაპირიდან ესე იგი რა სიმაღლეზე მინდა ავიტანოთ. მინდა აი 30 მეტრზე მინდა ავიტანოთ ეს ტვირთი, ხო? ეს იყოს 30 მეტრი ჰ-ში. და აგერ ავიტანეთ უცრავად რაღაცა ვერ ავხაზავმე. აი ასე. ეს მასის ტვირთი არის, ხო? M მასა. ესეც M მასა. ეხლა ამ მასის სხეულზე M-ის სხეულზე მოქმედებს mg სიმძიმის ძალა და წევის ძალა. ესე იგი რა ჩვენ რომ ეს თანაბრად ავიტანოთ, ხო, ეს M-ის ტვირთი, ჩვენ უნდა მოვდოთ F წევის ძალა და ნუ თანაბრად თუ გვინდა ჩვენ ატანა, დავუშვათ რომ თანაბრად აგვაქვს. თანაბრად რა იტანოს ამ წევის ძალა უნდა იყოს, ნუ სიდიდით mg-სტოლი, ხო, ესეც mg-სტოლი. ნუ თუ აჩქარები გვინდა ავიტანოთ, მაშინ წევის ძალა უნდა გადააჭარბოს mg სიმძიმის ძალას. თუმცა ჩვენ გამიხვილოთ თანაბრად ატანა, ეგეთი შემთხვევა და ეხლა რის ტოლი არის სიმძლავრე რა არის? ზოგადად გავიხსენოთ, სიმძლავრე ეს არის დროის ერთეულში ამ წის მიერ შესრულებული მუშაობა, ხო? და ამ მუშაობას რა ასრულებს? ნუ თვითონ ამ წე კი არა, ამ წეს რა ძალითაც მოძდო ამ წემ ამ სხეულს, რა ძალაც მოდო, რა ძალა მოდო, ეს წევის ძალა მოდო, ხო? ესე იგი მუშაობის იქნება წევის ძალისა და რა სიმაღლეზე მინდა ავიტანოთ? ჰ-ში, გადაადგილება იქნება ჰ-ში. შეფარდებული ტესტთან. ეს ტოლი F წევის ძალა არის mg h-ში. ესე იგი იმის უნდა შეასრულოს mg h, სხვა სიტყვებით mg h პოტენციური ენერგია უნდა ჩადოს ამ ჩვენმა ამ წენ, რათა ეს ტვირთი აიტანოს h სიმაღლეზე, ხო? და რა გადავრჩენია ახლა აქედან? ყველაფერი კი ვიცით, ხო? აქედან ესე იგი t უნდა გამოსავსოთ, აქედან ჩვენ t რო გამოსავსოთ, t ტოლი იქნება p ჩამოვაქვემოთ, ესე იგი mg h-ის შეფარდება ტესტთან არა გვესწრებთ p-სთან. ეს ტოლი იქნება მასა არის რამდენი 15000. გამრავლდება ჟ-ზე 10-ია. ეს კიდე გამრავლდება h-ზე 30-ია. ეს უნდა გავყოთ აგერ რამდენზე? p არის 50000, ხო? 50000-ზე გავყოთ. ეს 3 ნული და ეს 3 ნული აქ შეგვიკვეცა. ეს 10 და ეს 0-იც აქ შეგვიკვეცა და 30-ს თუ გავყოთ ახლა ჩვენ 6 გამოგვდის, ხო? რაღაცა ხო არ შეგვეშალა ახლა ჩვენ 15000 50000 10-ჯერ 30 უცრავად. ესე იგი 15-ს თუ გავყოფთ 5-ზე, აი აქ გამოგვჭა 15-ს თუ გავყოფთ 5-ზე, აქ 3 შეიკვეცება, ხო? 3 კი ბატონო 3 და 3-ჯერ 30 არის 90 წამი. ხო, ის 15 ვერ დავინახეთ, რა უშვებს. ესე იგი ჩვენ გამოგვივიდა რომ ამ წეს დაჭირდება ამ ტვირთის ასატანად t უდრის 90 წამი თუ ეს ჩვენი ამ წე არის აი ამ სიმძლავრის. კი ბატონო, ესე იგი ჩვენ გამოვიდა პასუხი E.